გამარჯობა, მოგესალმებით. აბა ნენელა შეიკრიბეთ და დავიწყოთ. ცოტა ხანი დაგელოდებით. ესე იგი, დღეს გვაქვს ლაივი. დედასთან ურთიერთობის სირთულეებზე. როგორი სახელი დამიწერია, რა გხვდის ჩვენ ქალებად. აბა შემომიერთდით და დავიწყოთ. საინტერესო თემა გვაქვს. მივდივართ სხვადასხვა თემას მივადგებით, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივართ დედასთან. ესე ხდება, გვინდა არ გვინდა, სხვანაირად უბრალოდ არ ხდება. ყოველთვის სესიების დროს, პირად მუშაობაში, ყოველთვის ვივლით, მივადგებით დედას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არავინ არ იცის. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება, წამით გაზიარებას გავაკეთებ, პირველი შეხება ბავშვთან. ამიტომ დავეთანხმოთ. საქმე გაკეთებულია. ესე იგი, პირველი შეხება აქვს ბავშვთან, ბავშვი მასთან ამყარებს კომუნიკაციას, ურთიერთობას, მასთან დედასთან სწავლობს, დედა თუ აღზრდილია ვინც არის, მასთან სწავლობს ურთიერთობას, როგორ უნდა იურთიერთობოს ადამიანებთან, საერთოდ როგორები არიან ადამიანები, უყალიბდება შთაბეჭდილება, ასევე დედასთან ურთიერთობის დროს, ასევე როგორი არის თვითონ ბავშვი, იდენტობა, ყალიბდება დედასთან ურთიერთობის დროს, როგორ ექცევა მას მშობელი, როგორ ექცევა მას დედა. ამაზე არის დამყარებული ძალიან ბევრი რამ, თანაც როგორ ექცევა მას დედა ბავშვობაში, პატარა ასაკში, 5 წლამდე, 6 წლამდე, ეს არის გადამწყვეტი პერიოდი და გადამწყვეტი პერიოდი რატომ არის? იმიტომ რომ ამ პერიოდში ყველაფერი, ტრავმები ძალიან მარტივად ხდება ჩაწერა არაცნობიერში, იმიტომ რომ აქ ბავშვი როცა პატარა არ არსებობს ენა, ენა რა არის ჩვენი ეს კომუნიკაცია, ენა. როცა უკვე პრობლემას ენაში გამოვხატავთ, შეგვიძლია პრობლემაზე ლაპარაკი, ეს უკვე ვიცით, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, უკვე ჩვენ კარგად ვართ, თუ შეგვიძლია სახელი დავარქვათ პრობლემას, ვისაუბროთ, ვიღაცასთან გავაზიაროთ, ენაში მოქცეული რაღაცა საკითხი უკვე გამოსავალია, უკვე კარგავს თავის ძალას და ასე შემდეგ. ხოლო მაშინ, როდესაც ბავშვმა უბრალოდ ენა მას არ აქვს და ეს ენა არის სხეულის ენა მისთვის, მაგრამ ენა არ არსებობს არაცნობიერი, ცნობიერებაც ძალიან დაბალია და ნელ-ნელა ცნობიერება ყალიბდება, ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ ახალშობილს, ჩვილს, ბავშვს, დედასთან აქვს ურთიერთობა, არაცნობიერია ბავშვი და ამ არაცნობიერთან შიშველი შეხება ხდება და ჩაწერა ძალიან ბევრი რაღაცების, პროგრამების, ურთიერთობებს, ისეთი რაღაცები იწერება ამ მომენტში არაცნობიერში, რომ მე როცა ვიზრდებით, არ გვახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ ცნობიერი ადამიანები ვართ, ცნობიერად რაც გვაქვს, ის გვახსოვს. ის რაც არაცნობიერში, როცა ენა ჩვენ არ გვქონდა, როცა ცნობიერება არ გვქონდა, მაშინ ჩაიწერა და მაშინ მოხდა ამ პროგრამების შექმნა.
ამიტომ მასთან ხელი არ მიგვიწვდება ხოლმე როგორც წესი და არ გვახსოვს უბრალოდ. მაგრამ იქიდან გამომდინარე ჩვენ როგორები ვართ ეხლა, როგორი ურთიერთობა გვაქვს დედასთან, როგორი კომუნიკაციაში ვართ, არ ვიცი, მეწყვილესთან, რა გვიჭირს, რა გვილხის, რა გამოგვდის კარგად და რა არ გამოგვდის, აქედან გამომდინარე ხდება მუშაობა, რა უკან მიდიხარ და საბოლოოდ მიადგები დედას, რომ თუ მე იქ ესე ხდებოდა, იქ ესე ხდებოდა და რა თქმა უნდა არსებობს ტექნიკები, სადაც იხსენებ რაღაც გარკვეულ საკითხებს დედასთან ურთიერთობისას და მეცაც გეტყვით, ის ურთიერთობა ნარჩუნდება და ის დედაც და შენც იგივე ხართ, როგორც წესი უკვე გაზრდილები და თვალნათლივ ჩანს ხოლმე რა, რომ უკვე არის რომ შეიცვალა ადამიანები, მაგრამ უმეტესად არის რომ დღესაც უკვე გაზრდილ შვილებთანაც იგივე ურთიერთობა დაახლოებით მიმდინარეობს, რაც იყო პატარა ასაკში. ეხლა მე თქვენთან მაქვს კითხვა. ჩემო კარგებო, ვინც მიყურებთ. თქვენს დედებთან აღმზრდელი ვინც იყო? თუ დედა არ ყავთ, ვინ იყო აღმზრდელი? დედის ფუნქციას ვინ ასრულებდა? რა ურთიერთობა გაქვთ? როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს დედასთან? დამიწერეთ, ვისაც ვინც თამამია დაწეროს, როგორი ურთიერთობა აქვს მას დედასთან. ეს არის რაღაცა შორეული, განრიდებული, თუ პირიქით დამოკიდებული ხარ დედაზე და გინდა რომ სულ რაღაცები მოუყვე მას, ან კონფლიქტური და მუდმივად რაღაცას არ ეთანხმებით ერთმანეთს, ან იქნებ შენებრძვი მუდმივად დედას და რაღაცებს უმტკიცებ, ან იქნებ ის გიმტკიცებს და თავს არ განებებს. ხო, რა ტიპის ურთიერთობაში იმყოფებით დედებთან? აბა დამიწერეთ და მე ახლა ვნახავ თუ კომენტარი იწერება და იქნებ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ესე ხდება ხოლმე. თქვენ კი დამიწერეთ რა ურთიერთობაში, როგორი ტიპის ურთიერთობაში იმყოფებით დედასთან. რატო ვერ ვხედავ lives? გამოჩნდა ერთი კომენტარი ალბათ. გამარჯობა, დედასთან მაქვს სულიერად ახლო ურთიერთობა, მეგობრული, თუმცა ორივე ერთმანეთს ვუმტკიცებთ რაღაცეებს დიალოგის დონეზე, თუმცა ყველაზე დიდი მეგობარი არის ჩემთვის და მეც ასევე მისთვის. მარიამ, ძალიან კარგია მეგობრობა დედასთან. მუდმივად კონფლიქტი და მტკიცება გვაქვს ერთმანეთთან. მე სხვა კითხვა მაქვს ნიკოლას. ხო, არ ვიცი, თუ სხვა თემაზეა არ გვინდა სხვა კითხვები, თუ ამ თემაზეა გვინდა. მარიამ, კონფლიქტური მაქვს. კონფლიქტური ურთიერთობა. ხო, ძალიან ხშირია კონფლიქტური ურთიერთობები დედასთან. და ერთ-ერთ ესეთ შემთხვევაზე მინდა რომ გესაუბროთ, რადგან კონფლიქტური ურთიერთობები თქვით, დღეს მეგობრული იყოთ, რომ უმკაცრესად გაგზარდა და-ძმა. დედა მარტო გზდიდათ, ნატალი? ნახეთ როგორ ხდება ხოლმე ხშირად, რომ შეიძლება ესეთ რაღაცასაც გადავაწყდეთ, რომ დედა ხა შეიძლება შეიცხადოთ, რომ არა ეს როგორ შეიძლება მოხდეს, მეგობრული თბილი, გახსნილი, დამოკიდებული, გახსნილი, დამოკიდებული. ხო, ხდება ისეც, რომ ადამიანები ვართ, ეს უცხო არავისთვის არ არის, რომ დედა შვილს ეჭიბრება და ეკონკურენტება. ესეთი სიტუაციებიც გვაქვს.
ისეთი სიტუაციებიც, აი კონფლიქტური, რადგან ახსენეთ, ეხა მე წავედი სად ნახეთ, ძალიან ხშირად მინახია ისეთი სიტუაცია ჩემს პრაქტიკაშიც, რომ როგორც გითხარით, ნახეთ, ბავშვობაში დედასთან ის თუ დედა როგორ გექცევა, მის თვალში ხარ, კი დედა მკაცრი იყო და მომთხოვნი, დღეს შეიცვალა ზოგადად. მომწერეთ, პირადში მომწერეთ, გიპასუხებთ რა პრობლემაა თუ სხვა თემაზეა. დედა როგორც გვიყურებს, როგორებიც ვართ მის თვალში, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? როგორ აღვიქვავს ის ჩვენ პატარა ბავშვები, ამის მიხედვით საკუთარ თავს ვაღიარებთ, ვიღებთ და იდენტობა გვიყალიბდება. თუ კი დედა შემოგყურებს და დედას გვაღიარებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგები, ჩვენ მას ვუყვარვართ და ასე შემდეგ, მაშინ ბავშვში იბეჭდება ეს, რომ ის არის ძალიან კარგი, ის სამყაროსთვის მისაღებია, ის უყვართ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ დედას პრობლემები აქვს და ბავშვს უყურებს როგორც ერთ-ერთი პრობლემის გამოხატულებას, რომელმაც დაუმატა ზემოდან კიდე პრობლემები. ან ნებისმიერ შემთხვევაში თუ წავიდა შვილის მიმართ ჯიბრიანი მოქმედება, ანუ რას ნიშნავს ეს დედა უწყებს ბრძოლას შვილს, რომ შეცვალოს საკუთარი შვილი, გადააკეთოს და როგორც თვითონ მიაჩნია, გახადოს ესეთი. მაგალითად, თუ კი დედა ვიღაცების მიმართ არის ცუდად განწყობილი, მაგალითად, უნდა რომ შვილიც ცუდად იყოს მათ მიმართ განწყობილი. მაგალითად, კონფლიქტური სიტუაციები ხდება ხოლმე ოჯახის ნათესავებთან, ქმრის ნათესავებთან, ხო? და ხშირად ხდება, რომ აი დედას უნდა რომ აი თავს მოახვიოს შვილს გარკვეული აზრები, შეცვალოს ის და ისიც ხდება, რომ დედა შეიძლება ძალიან წყინდეს და ამას ავლენდეს, თუ კი შვილი მას არ უჯერებს, ან ისე იქცევა, როგორც მას არ უნდა, ან სიკეთეს და რაღაც კეთილგანწყობას ამჟღავნებს შვილი იმის მიმართ, ვინც დედას არ მოსწონს, ხო, და მტერი მტრად მიაჩნია. და შეიძლება ეს აი პირდაპირი დაპირისპირებაც კი ვნახოთ, შეიძლება ეხლა თქვათ, რომ არა, როგორ დედა ამას როგორ გააკეთებს, მაგრამ ძალიან ხშირი შემთხვევა პირად პრაქტიკებში მქონია, როდესაც დედა პირდაპირ უპირისპირდება შვილს, რომ შვილმა აი ესე მოიქცეს, შვილმა ესე გააკეთოს, უარი უთხრას, თქვათ ვიღაცას რაღაცაზე, რომ აიცი რა არ გამოყვები პატარა ბავშვმა, წარმოიდგინე დააყენოს 7-8 წლის ბავშვი და ათქმევინოს, რომ იცი რა უარი უთხარი, აი ნათესავს, რომ შენ მას არ გაყვები. თქვათ მამის ვიღაცას არსად, ან მამას, ან რა ვიცი ვიღაცას. აი ამოიღე ხმა, თქვი ეს რაღაცა და ძალადობს ბავშვზე. თუ კი ბავშვი მას უჯერებს, ან რაღაცნაირად აი დამორჩილებულია, სხვა სცენარი ვითარდება, მაგრამ თუ კი ვთქვათ არ მოხდა ესე და დამორჩილებული არ არის ბავშვი, ჯიუტობს, ეჯიუტება და ასე შემდეგ, ებრძვის, ბავშვი აქეთ უწყებს ბრძოლას დედას და არ ემორჩილება, ანუ აი მე ამბოხე ბავშვია, ვთქვათ, იწყება დედისგან უარყოფა და დევნა შეიძლება უარეს შემთხვევაში ბავშვის. და ბავშვი ამას გრძნობს, რომ დედა მას ვერ იტანს. და ესეთი შემთხვევებიც გვაქვს, რომ დედა თავის შვილს ვერ იტანს. მაგალითად, შეიძლება ვერ იტანდეს, იმიტომ რომ ქმრის მამას გავს. ან ქმარს გავს საერთოდ. ან ვიღაცას აგონა, თავის მამას აგონებს. ან დედას, არ ვიცი, სხვადასხვა შემთხვევებია. და აი ვერაფერს ვერ უხერხებს თავს დედა, გაბოროტებულია და ვერ იტანს საკუთარ შვილს და ნახეთ ვლინდება აგრესია, აი დედის გამოუხატავი, რომელიც ბავშვიდან არ იწყება ეს დედის აგრესია, მაგრამ აი
ბავშვში გადადის ეს შინაგანი აგრესია, ბავშვი ამას პატარა ბავშვი გრძნობს უბრალოდ სხეულის ენით, მან ვერაფერს ვერ ხვდება, მაგრამ ყველაფერს გრძნობს და ხედავს, რომ ეს არსება, რომელიც მასზე ზრუნავს, რომელიც ძალიან უყვარს, ასევე ვერ იტანს მას და აი ეს შეიძლება დააკვირდეთ ხოლმე ძალიან ძიმე თემაა და ამას ალბათ არავინ არასდროს არ აღიარებს, არც ერთი დედა, მაგრამ ზოგჯერ თვალნათლივად ჩანს ხოლმე, რომ აი უბრალოდ დააკვირდეთ დედის და პატარა ბავშვის ურთიერთობას და დაინახოთ, რომ აი დედას როგორ აქვს მტრობა თავისი შვილის მიმართ, აი თქვათ რაღაცა უნდა რომ გააკეთებინოთ, რაღაცა მარტივი, მაგრამ რამხელა აგრესია შეიძლება ჩადოს აი პატარა რაღაცა მოქმედებაში, რასაც ბავშვი მას არ უსრულებს მაგალითად. ან უბრალოდ ვერ მიხვდა ბავშვმა როგორ მოიქცეს, უბრალოდ არ იცის და დამთავრდა, ხო? და შესამჩნევია თუ თქვენ ფხიზლები იქნებით, თუ კარგად დააკვირდებით, თქვენ დაინახავთ ამ დედის აგრესიას, ამ დედის ვერატანას შვილის მიმართ, ხო? ისევე როგორც შვილს შეიძლება კონდეს დედის მიმართ ამბივალენტური ემოციები, რომ აი დედა მიყვარს და თან მძულს დედა, ასევე დედას შეიძლება შვილის მიმართ კონდეს, რომ ძალიან მიყვარს მე ჩემი შვილი, მაგრამ თან ვერ ვიტან ჩემ შვილს, ხო? და მიზეზი ბევრია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანში იხარშება, ჯდება, ადამიანის აი სტრუქტურულ დონეზე შერწყმული ხდება აი ამ ბავშვში, ვიც აი ესეთ გარემოში იზრდება, ასე რომ ვთქვათ და ესეთი ადამიანი რა თქმა უნდა იზრდება ისე საკუთარი თავის მიუღებლობით, იმიტომ რომ საკუთარი თავის მიღებას გვასწავლის თუ დედისგან ვართ მიღებული, ეს უკვე არის აი როგორი აგური, იცი საკუთარ თავზე, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაანგრევს. აი დედის მიერ აღიარებული ბავშვი მოწყვიტავს, არ ვიცი, ვარსკვლავებს ციდან, ხო? და პირიქით ის, ვინც დედის მხრიდან არ არის აღიარებული, ვინც დედას იმედი გაუცრუა და ასე შემდეგ, მოლოდინები ან რაღაცები გაუფუჭა და ასე სხვანაირს ელოდა შვილი რო ყოფილიყო და სხვანაირი გამოდგა ეს ბავშვი, ამ შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება იდენტობა, რომ ის აი სიმყარე არ აქვს, სიმყარე, საკუთარი აი რაღაც თავდაჯერებულობა, რწმენას რო ვეძახით, ხო, აი არა აქვს ეს რწმენა, მერე უწევს მუშაობა რომ მოიპოვოს, ხო, რა ვიცი, ფსიქოლოგიური მუშაობა, ის ეს 1000 რამე, ხო? და ნახეთ, ვაწყდებით, ეხა გაიზარდა ეს ბავშვი და ვაწყდებით კონფლიქტურ ურთიერთობებს. და როგორია ეს კონფლიქტური ურთიერთობები? დედას და შვილს შორის გამუდმებული კამათი. და ძალიან ხშირად დაინახავთ, რომ შვილი აი პოზიცია დაინახეთ, ნახეთ, დაიჭირეთ, თუ თქვენც ესე აკეთებთ. შვილი დედას უმტკიცების და დარწმუნების რეჟიმშია შვილი, რომ დედას რაღაცა დაუმტკიცოს. ან დაუმტკიცოს, რომ ის ძალიან მართალია რაღაცაში, ან ის რომ კარგია, ან დაუმტკიცოს, რომ დედა ცუდად იქცევა, ან ის რომ ცუდად იქცეოდა ადრე, ან დაუმტკიცოს, რომ ეხლა შე რომ მელაპარაკები, ეს არ მელაპარაკო, ან ესე არ მომექცე, ან პატივი მეცი მე უკვე გავიზარდე, ხო? ანუ რაღაცეების დამტკიცების რეჟიმს, როგორც კი დაინახავთ, ხო? თუ თქვენ თავს დააკვირდებით და დაინახავთ, რომ თქვენ ძალიან ხშირად კონფლიქტი მოგდით, კამათი მოგდით დედასთან, იმიტომ რომ მას რაღაცას უმტკიცებთ, ის გადმოდის საზღვარს და თქვენ ვერ აკავებთ ამ საზღვარში, ხო? ვერ ახევინებთ უკან, უმტკიცებთ რაღაცას, რომ ესე არ არის, ესეა. თუ აღმოაჩენთ შინაგან სურვილს, რომ აი დედა ნეტა გაიგოს ეს ერთხელ, ნეტა რაღაცას მიხვდეს, ძალიან მინდა რომ გაიგოს, ძალიან მინდა რომ ესე აი ამ სურვილს თუ თქვენში დაინახავთ, რომ დედამ გაღიაროთ, დედამ მიიღოს, დედამ დაინახოს რომ მართალი ხარ, დედამ მოგისმინოს, დედამ ერთხელ დაგანებოს თავი, უბრალოდ ან დედამ ერთხელ შენი მხარე დაიჭიროს. მოკლედ საკუთარ თავს თუ ამ ყველაფერში დაიჭერთ, იცოდეთ, რომ საქმე გვაქვს მიჯაჭვულობის არასწორ ფორმასთან, დედასთან. რადგან ერთ დროს თქვენ თან დამიწერეთ, ეხლა კითხვები ჩაფიქრდით საეჭვოდ.
რადგან ერთ დროს თქვენ მოგაკლდათ დედისგან სითბო, ან საყრდენი, ან აღიარება, ან დაფასება, ხო? ამ შემთხვევაში ეს აი დაუფასებლობა, უყურადღებობა, დედის აუღიარებლობა, ნახე, არის როგორც გახსნილი, დარჩენილი მოთხოვნილება, არ არის დასრულებული აი გეშტალტი, არ არის. ეს არის აი აქტუალური მოთხოვნილება, რომელსაც ვეღარ ხვდებით უკვე სადღაც არაცნობიერშია გადასული და ამ აქტუალური მოთხოვნილებით, აი რაღაცა მოხდება, ეს ჭრილობა იხსნება და თქვენ იწყებთ მისგან რეალურად რის მოთხოვნას, აღიარების მოთხოვნას, ჩემო კარგებო. ეხლა წავიკითხავ, სხვისი თანდასწრებით, დედამთილი მույლა და ასე შემდეგ, თუ გაკრიტიკებს, გეჩხუბება და აგრესიულია, დედა. კი ბატონო, ანუ რა არის ეს, ნახე, აი მტრობა, ოღონდ აი გაუცნობიერებელი, ჩემო კარგებო, ვერ ხდება, რა თქმა უნდა, ის ვერ ხდება და სინამდვილეში უყვარხარ და განძრახული არა აქ და ბოროტი არ არის, მაგრამ ეს არის შინაგანი აგრესია, მტრობა შვილის მიმართ. ხო? როდესაც გაკრიტიკებს და დარწმუნებული ვარ, ესეთი კრიტიკა იყო ბავშვობაშიც. და ამ შემთხვევაში რასაკეთებ, ხო, ბავშვი განაწყენებული ხარ დედაზე, ბრაზდები, ან ჩუმად ხარ, ან მართლა იჯერებ, რომ შენ ესეთი ცუდი ხარ, ან მიდიხარ მერე დედას, ეკამათები, უხსნი გაუთავებლად და შეიძლება 40 წლის იყო, დღესაც რაღაცას უხსნიდეთ და დედა თქვენს აგებინებდეთ იგივეს, რასაც წლები უხსნით და აგებინებთ, მაგრამ არაფერი არ იცვლება. თუ კი ესეთი რამ ხდება, ერთი რაღაცა უნდა გაიგოთ, რომ ამ შემთხვევაში დედას თუ თვითონ არ მოუნდება, ვერ შეუცვლით გონებას, შეხედულებას, ვერაფერს ვერ გადაუკეთებთ და ვერაფერს ვერ გააგებინებთ, მოკლედ თქვენი საუბრით. ჯერ ერთი იმიტომ ვერ გააგებინებთ, რომ თქვენვე ამ ტრავმაში, ამ კონფლიქტში, ამ არასწორ ურთიერთობაში ხართ გაჭედილი. და აქედან ელაპარაკებით, თქვენვე უკვე დაზიანებული ელაპარაკებით მას და ვერაფერს გააგებინებთ ამ პოზიციიდან. ერთი ეს და მეორე, დედას ნებისმიერ ადამიანს რა თვითონ მოუნდება რაღაცის გაგება, მაშინ გაიგებს. წადილი, როცა მე გავაგებინო დედას, ხო? ეს როგორც წესი ფუჭია ხოლმე. და თქვენი მიჯაჭვულობა, ეს არის ძაფები, აი რამდენიმე ძაფი რო წარმოიდგინო დედასთან მიბმული, რომელი ძაფიც ნახე რა არის, რომ აი მაღიაროს, ეხლა დაინახოს, რომ ცუდად მეკცევდა ბავშვობაში, რაღაცა არ ვიცი, ნუ მაკრიტიკებს, ესე ნუ მეკცევა, ეს გააკეთოს, მისგან ეს მივიღო და ის ძაფები არის ჩაჭით, თქვენ არ ვიცი 900 იქით რომ იყოთ, ხო? დედა თქვენსგან მოშორებით. ეს მიჯაჭვულობა მაინც არსებობს, რომელიც უბრალოდ უნდა გადაიჭრას, ეს ძაფები, მოლოდინები დედისადმი, ის მოლოდინები, რომელიც ამდენი წლების მანძილზე არ გამართლდა, უბრალოდ უნდა გადაყაროთ აი ეს მოლოდინები, იმიტომ რომ არც გამართლდება ფაქტია. თუ მას მოუნდება რაღაცას შეცვლის, ან თავად შეიცვლებით. ყოველ შემთხვევაში ამ გზით, რომ დედისგან რაღაცა შეიცვალოს და აი ესე პირდაღებული ვთქვა დედას ვუმტკიცებდეთ რაღაცას, არაფერს ერთადერთი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ისევ ხართ გაჭედილი 2 წლის, 1 წლის, 4 წლის, 3 წლის კრიზისებში. 22 წლის შვილი რომ გვეუბნება, შენ დედა ხარ, შენ გამზარდე, ბებიას გაზრდილი. ბებიას გაზრდილი იყო. ჩემი ემიგრაციის გამო, შენ როდის გამზადე, აბა რა მოგიცია და ასე შემდეგ კონფლიქტები და დამტკიცებები 25 წელი. ძალიან სამწუხარო რაღაცას ვამბობთ ეხლა, ხო? მაგრამ კი, ეგ რეალობა ხდება, რომ დედა ტოვებს ბავშვს და მიდის.
და ამ შემთხვევაში შვილი უბრუნდება დედას და რა თქმა უნდა ლანძღავს ცუდად ელაპარაკება, საშინლად ელაპარაკება და ეს არის დიდი გულის ტკივილი დედის, იმიტომ რომ დედა ისედაც მოწყდა თავის გარემოს, ისედაც მარტოა, ისედაც დიდი უბედურებები აქვს, ხო, მისთვის არ ვიცი იმედის ნაპერწკალად შვილი ყავს და ასე შემდეგ და ეს შვილი უბრუნდება და ცუდ სიტყვებს ეუბნება. თუმცა, ნახეთ, უნდა გამოიხედოთ მეორე გადასახედი. აი ხა დედებს რო და შვილებს ხო ველაპარაკებით, ეხლა გავესაუბროთ დედებს, ნახე. რადგან შვილი ამას ამბობს, რომ შენ რა გაგიკეთებია, ეგ ნიშნავს, რომ ეს ბავშვი ზუსტადაც გაჭედილია და ნაწყენია და მას დააკლდა დედა. ეგ ნიშნავს, რომ ბებომ ვერ ჩაანაცვლა დედა და მას დააკლდა. და დააკლდა ის სითბო, სიყვარული და ასე შემდეგ, მოკლედ. და აი ეხლა ზუსტად მტკიცების ფორმაშია, გიმტკიცებს, რაღაცას განახებს, რადგან უნდა რომ რაღაცა დაინახო. როგორც ის შვილებს რომ უნდათ რომ დედას რაღაცა დაანახონ. ამ შემთხვევაში მე დედებს ვურჩევდი, რომ სანამ შვილი, პატარა გაიზრდება, მიხვდება რაღაცებს უფრო მეტად, ხო? შეიძლება რომ თვითონ დედამ გადადგას ნაბიჯი, ეხლა უყურე შვილებს რა უნდათ? აღიარება უნდათ, მეტი არაფერი, ან ბოდიშის მოხდა უნდათ. ამიტომ შესაძლებელია რომ თქვენ თავში რომ ჩაიხედოთ და მოძებნოთ მიზეზები, რატომ გაქვთ თქვენი შვილისთვის, თქვათ, ბოდიში მოსახდელი, ან რატომ რას გთხოვთ ის და რა დააკელით, აი თქვენ თავში ეს მოძებნოთ, განძრახეძებოთ და მოძებნოთ და მისცეთ ეგ თქვენ შვილს. შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ გაუკეთოთ შვილს. შესაძლებელია კი არა, ეს იქნება შვილის, ასე ვთქვათ, განთავისუფლება, აი უბრალოდ გამონთავისუფლება იმ ენერგიის, რაშიც ის იხარშება. და ეს იქნება თქვენი კათარზისი და თქვენი ისევ შეერთება დედა-შვილის. ამიტომ მტკიცებით რეჟიმს დედა და შვილს შორის ჯობია რომ მოხდეს აღიარებები. ერთმა დაიწყოს, ან დედამ დაიწყოს, ან შვილმა დაიწყოს. სხვისი თანდასწრებით დედამთილი მული, ეს უკვე წავიკითხე. სხვით თანდასწრებით დედამთილი მული, ასე თუ გაკრიტიკებთ გეჩხუბება და აგრესიულია. მე დღეს ვარ დედა და ვცდილობ ვიყო მეგობრული, მეტად გახსნილი, არა მკაცრი, მაგრამ დღეს შვილი ჩემი მეუბნება დედა 90-დან გამოდი, რატო ფიქრობ 13 წლის ბიჭი აკონტროლო, ელოდო სადაა 12 გახდაო. მე ვფიქრობ არაა საჭირო კალთაზე მიკერვა, მისი სიცოცხლე, მისი თავისუფლებაა, სხვა გზით უნდა მივუდგე. მაგრამ როგორ? ესე იგი ბიჭი არის 19 წლის, ნატალი? როგორც მივხვდი და ეს გეუბნება რომ რა კარგი რა, ეხა 90-იანებში ხო არ ხარ, რატომ აკონტროლებ? სწორად მივხვდი? ნუ ეს ეხა უკვე ნახე 19 წლის არის, გარდატეხის ასაკებს გადაცდა, უკვე მან აი პიროვნება უნდა დაიმკვიდროს, უკვე შენ გიმკეხ. გარდატეხის ასაკი არის, როცა დედასთან და მამასთან ბრძოლა მიდის, ხო? ებრძვის, შვილი პირდაპირ უპირისპირდება, რომ აი საკუთარი მე დაამტკიცოს. ეს არის ბუნებრივი ბრძოლა ამ ასაკში გარკვეულწილად, ხო? აი ბიჭს უნდა რომ აი თავისუფლება მოიპოვოს მეტად. არ ვიცი, აი დაფიქრდი ვთქვათ, არც ის არ არის უკიდურესობა კარგი, ესეც დამანგრეველია, როდესაც შვილს ყველაფერს უსრულებ და ყველაფერს უკეთებ. ეს უარესად დამანგრეველია, მოდი ამას ვიტყოდი, ხო? დაფიქრდი, ძალიან ზედმეტად ლოიალურები ხომ არ ხართ? ან პირიქით, სადღაც იქნებ მეტად მართლაც კონტროლია და მეტი სჭირდება თავისუფლება, ხო? ეს უკვე ურთიერთობის მომენტებია. არაფერი არ აკლდა, პირიქით, ყველაფერი გქონდა ჩემ შვილს. მეცოდეთ? თუმცა ფარულა დედა ეჯავრებოდა. ჩემ შვილს ფარულა დედა ეჯავრებოდა.
ბებია ბაბუა ქმარი ყველაზე მთავარი შვილი სადმე 3 წლის არ იყო რომ სასტიკად მოიცადე ვერ ვიგებ დედა ეჯავრებოდა ბებია ბაბუა ქმარი ყველაზე მთავარი შვილი სადმე 3 წლის არ იყო რომ სასტიკად უგზავნოდა რომ დედა არ უნდა დაეძახა სახელით მომართეო 3 წლის ბავშვი ამბობდა თუ დედა ვერ მივხვდი უამრავი სიასტიკით გამოირჩეოდა ზოგი ფარულად ზოგი ცხების თანდასწრებით ფარულად მკვლელი გაიზარდა ბაქტორ კვლელი გაიზარდა სამწუხაროდ 2 შვილი დატოვა გაანადგურა და ისე უსუსურობით ორივე აქ რა დაწერს ამდეს უმადური და ღორი ნუ იქნება და ნუ დაიბადება თორემ ყველა დაიბარს უფალმა გენეტიკა არის თურმე ყველაფერი ხო ესეც ხდება მამამისი ხა ესე იგი თუ თქვენ ამბობთ რომ ეს მამამის გავს ესე იგი რაღაცა პრობლემები იყო აი თქვენს ცხოვრებაში თქვენს ურთიერთობებში ხო მოთქვათ ავიღოთ მამამის ქონდა მამას თავისი გავლენა აქვს და უდიდესი გავლენა აქვს ბავშვზე ამიტომ ყოველთვის რაღაცა პრობლემაში წარმოიშვება ადამიანი ისეთი როგორიც არის 22 წელი ემიგრაციაში ვცხოვრობ 16 წელი დედა ზრდიდა დღეს შვილი კიდე იმას მეუბნება ყველაფერი მეტად შენი სიყვარული მინდოდაო არა მამა არა დედა დღეს არანაირი უფლება არ გაქვს დედა შვილი მკაცრად მიუდგეთ არ გვაქვს არა ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ აბსოლუტური ლოიალური დამოკიდებულება შვილის მიმართ არის დამანგრეველი ფაქტიურად თქვენ გაზდით აი უბრალოდ უსუსურ ბავშვებს რომელსაც არაფრის უნარი არ ექნება ყველგან ეს კიდე მეორე მხარეა როცა არანაირი შეწავლდაგების უნარი არ აქვს იმიტომ რომ ყველაფერს უსრულებენ ბავშვი დედასთან წინააღმდეგობაში სწავლობს თავის ძალას, ცდის და ასე შემდეგ და დედას რო ამარცხებს, იქ ხდება ძლიერი, ხო? ამიტომ არა, რა თქმა უნდა, თავისი სიმკაცრეს სჭირდება, თავისი ყველაფერი სჭირდება, უბრალოდ აუცილებლად თქვენ არ თქვათ, რომ არ იგულისხმოთ, რომ იცი რა, აი ყველაფერი უნდა შვილს დაუთმო და გაუკეთო. ანუ ესე არ არის. მაგრამ ნახეთ, ეხლა რაზე 16 წელი, ესე იგი 16 წლის როცა იყო, მე წახვედი. აი ურთიერთობის საკითხი, აი ვერ ვიტყვი ეხლა ზეპირად, ხო? შესაძლებელია იმ ბავშვს რაღაცა აკლდა, რაღაცათღაც სიყვარული აკლდა. დაუშვათ რომ მართლაც აკლდა. იქნებ ან 22 წლის არის ხა როგორც ხვდები. ან რაღაცა კრიზისში იმყოფება და რაღაცა აი პრობლემა აქვს, რაღაცა რასაც შენთან მოყავხარ, ხო? აი გასარკვევია ეს ამბავი, ხო? არ მიუდგეთ, აი ძალიან ხშირად მინახია დედებისგან, რომ შვილები, რასაც მას ეს არის კლინიკა, აი ზუსტად გეტყვით რა. შვილები, რასაც დედას ესაუბრებიან და რასაც ემართლებიან, ასე ვთქვათ, ზოგჯერ ცუდად, ზოგჯერ კარგად, დედებს ვერ მიიღებენ ამას თავის თავზე. არარეალური გონიათ, რასაც შვილი ეუბნება. მაგრამ ეს იმ შვილის სუბიექტური რეალობაა. რასაც დედას თხოვს, რაც მას ჩარჩა, რაც შეიძლება დედა საერთოდ ვერ გზნობს, არც ახსოვს, ვერღარც ხვდება რაშია საქმე. ხვდებით? ამიტომ აი ძალიან დიდი აი ფსიქოთერაპია და ჩაღრმავება სჭირდება დედებს, რომ აი უბრალოდ იგრძნონ, რასთან აქვთ საქმე და აი რა უნდა ამ თავის შვილს, რას ეუბნება ეს თავის შვილი, რაზე ელაპარაკება. საქართველოს 60% იზრდება დღეს ემიგრაციის მიზეზით და ასეთი უმადურობა რომ გამოგიწყდეს, უნდა მოიცილოს სამუდამოდ. ხო, ნუ არ ვიცი. მადლობა დოდონა თქვენ. ხო, მაგრამ 12 საათი რომ გახდა და შვილი არა სახში, მაინც მშობელი მოიკითხავს. რა თქმა უნდა, გააჩნია ასაკს, მოიკითხავს, რა თქმა უნდა. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს შვილთან 13 წლისაა გოგო. ეხლა მომწონს ეს, მაგრამ მიჯაჭვულობაში ხომ არ გადაიზდება, რა არის საჭირო ასე დროს. ხო, კი, შორენ, აი ესეც საფიქრალია, ხო, აუცილებლად, რომ აი სწორი არის მანდ ასე ვთქვათ, საფრთხე, რომ აი არ გადაიჯაჭვოს აი დედასთან, აი ძალიან თუ დედა ყველაფერს უსრულებს, აი ყოველთვის
ყველგან დედა არის, ხო? მარტო არ რჩება ბავშვი, მარტო არ მიდის სადღაც, არ ვიცი, დასასვენებლად, მეგობრებთან ორი დღე სადღაც, არ ვიცი, სოფლად, ბებიასთან ვიღადადის, მაგრამ პირობითად, ხო? ვიღაც თავის დაქალებთან დასარჩენად, ხო? აი, თუ მარტო არ რჩება ბავშვი და ყველგან არის დედა, მერე აი დედა იმდენად დამხმარია, თან კარგი, კეთილი დედა, მოსიყვარულე დედა, ისეთი დამხმარია და ისეთი ძალაა, რომ მარტო აღარ იცის ბავშვმა, უბრალოდ გამკლავება აღარ იცის ცხოვრებასთან როგორია, მარტო არ დარჩენილა. და დადგება ის მომენტი, როცა დედა აღარ იქნება, უბრალოდ ან ქმარი ყავს, ან სადღაც წავიდა, ხო? არ არის დედასთან ახლოს, ხო? მარტო დარჩება და თავიდან მოუწევს, აი ფაქტორად შიშველი ხელებით იქნება და თავიდან მოუწევს ისწავლოს. საერთოდ ცხოვრება შეიძლება 30 წლის, 25 წლის ასაკიდან, გესმით? ამიტომ აი დატოვეთ ხოლმე მარტო, აი გადალახოს რაღაცები, სადღაც გაამგზავრეთ, იყოს მარტო, რაც საიმედო ადგილზე, ხო? წავიდეს, იურთიერთობოს ხალხთან, ანუ დედის გარეშე იყოს რა, არ იყოს ყველგან დედა. დედას უჩნდება, რა იცით, რომ აი გადაყლაპოს შვილი. და ჩვენ ვიღებთ ესეთი, ეხლა ამაზე მინდა ვისაუბრო, აი ის ინსტინქტი, რომ აი ესე უყვარს შვილი და იმდენი ითქვიფება შვილში, რომ აი გადასანსულა ხდება ამ ბავშვის და აქ არის სხვათა შორის მამის როლი უდიდესი, რომ მამამ იხსნას ეს დედა-შვილი ერთმანეთის გადაყლაპვისგან. აი ეს მამა არის ეგ ფუნქცია, ხო? რომ მიდის და თავისი ცოლი, თავისი ეს დედა, ანუ თავისი ცოლი მოყავს და აი ქალია ის და შვილს აწიწკნის, ასე რომ ვთქვათ, რომ ერთმანეთი არ შეჭამოს დედა-შვილმა, ხო? იმიტომ რომ ეს ინსტინქტი დევს დედასა და შვილში, ხო? და აი ამ ეს ტრიო თუ რაც არის სამეული ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის არის რა, რომ მამამ ეს ფუნქცია შეასრულოს, იხსნას და განაცალკევოს ეს ორი წყვილი, ჩაწყვილებული ადამიანი. მუდმივად მაკლდა დედისგან სიყვარული. ქება მოფერება დღემდე ასია. დიახ, თეაი, გაკლა დღემდე ესია, აღარ დაელოდო ამას. საკუთარ თავს უნდა მისცე. 7 წელია დასულა ვარ, რასაც ვიძენ, ყველაფერს ჩემი, არავის სახელს არ ვარქმევ შვილებს, რასაც ვავალებ, მერე ანგარიშსაც ვთხოვ, არ მინდა დაეჩვიმონ, ყოველთვის მაგას ვამბობ. მე რა მინდა, მაგრამ ვეუბნები მხარში დაგიდე, ყველაფერსაც სულ ვახსენებ და უბრუნდები და მზად იყავით, რომ ახლა თქვენ აიღოთ ინიციატივა, ყველაფერი არ უნდა შეუსრულო. ესა რამდენი წლისები არიან ნინო შვილები? დრო არ გაგექცეთ, იმიტომ რომ დრო მირბის და გამოდის ხოლმე რომ 30, 25 თუ გინდ წლის ახალგაზრდებს, რომელსაც სისხლი უდუღდა შეუძლიათ სამყარო დაიპყრონ, ზარმაცდებიან უბრალოდ. ბიჭთან როგორი ურთიერთობა არის საჭირო გარდატეხის ასაკის დროს, რამდენად ახლოს შეიძლება მოშვება, რამდენად ახლოს შეიძლება მოშვება. ხო, ბიჭის და დედის ურთიერთობა კიდე მეორე უდიდესი მომენტია. მე რამდენი კომენტარია 7 წელია. მეკარგება კომენტარი. მამა სულ არ ყავთ ზოგს და კი არიან კარგები, ცუდებიც. კი, რა თქმა უნდა, ასე რას მივახწევთ თუ ბუნება მარუშველაო. ხო, რას ვეძახით ბუნებას? არ ვიცი, გენეტიკა თავისას შვება, ბუნება თავისას შვება და აღზრდა თავისას შვება. ზოგიერთი ადამიანი, მაგათაც ბუნებას რას ვეძახით? ზოგიერთი ადამიანი შინაგანად, აი უკვე ისე დაიბადა და მეცაც ეტყვა, აი დაბადების მომენტი, მუცლად ყოფნა, როგორი იყო, აი ესეც კი ახდენს ზეგავლენას და ზოგიერთი ადამიანი მეტად გამძლეა, მეტად მყარი ფსიქიკის არის და აი თუ გინ ძალადობა რომ შეიძლება ბავშვობაში ახორციელებდნენ, აი ბავშვი არახაცნაირად თავისი ძლიერი შინაგანი სტრუქტურის და ეკოლოგიის გამო თავს იცავს ამ ძალადობისგან და თავის დაუნებურად გადარჩება ხოლმე და გამოვა სახსალამათი. ზოგიერთი ბავშვი
კიდევ არა, ვერ იცავს თავს, სუსტია, გაიყინება და მასე ძალიან მოდის და აი ჭრილობები იბზარება ეს ადამიანი ზოგიერთი ბავშვი, ხო? იმიტომ რომ აი მეტად უფრო ნაკლებად ძლიერი ფსიქიკა აქვს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, როგორი დაიბადება, ყველა ინდივიდუალური იბადება, ხო? ზოგი მეტად გამძლეა, თქვათ 2 შვილი და 1 დედა, ხო? ორივე შვილს სხვადასხვანაირად მიდის ის ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ვინ როგორ მოახერხებს ამასთან გამკლავებას, ხო? ვის რა რესურსი აქვს, ვინ რამდენად მოხერხებულია, რამდენად ძლიერი ფსიქიკა აქვს, ხო? აი აქ ამაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ასევე. ყველა ერთნაირად არ ხდება, ხო? ერთნაირი აი სტრესი როცა მოხდება, აი ტრავმა, ერთი და იგივე ტრავმა, რო 9 ადამიანს დაემართოს, ყველა სხვადასხვა რაღაცას დატოვებს. საერთოდ მე ვთვლი, რომ ყველაფერში ზომიერება საჭირო, ყველაფერი თქონდათ დამოუკიდებლად გასული. აჰა, დასაქმებულია დედა მაინც ზურგს ყველა ასპექტში, მაგრამ დედა მაინც ზურგის ყველა უმაგრებს, ამას ვამბობ? კი, შრომას უნდა მიეჩვიოს. ოკეი, ამაზე ვთანხმდებით. და ერთი მომენტი მინდა კიდევ მოვყვე, ხო, რომ აი წყვილებში რომ ვამბობდი, ხო, რომ აი წყვილდებიან დედა შვილი და გინახიათ ალბათ საქართველოში ეს ძალიან ხშირია, ხო, რომ აი 40 წლის, 30 წლის, 35, 50 წლის ქალბატონი თავის დედასთან ერთად არის დედას მოხუცი დედა, რომელსაც უვლის, შეიძლება არც დიდი მოვლა არ ჭირდებოდეს, მაგრამ ვერ ტოვებს. ეს ადამიანი, ვთქვათ, მეწყვილე არ ყავს, მარტოა დარჩენილი, ხო? ვთქვათ, თავისი პირადი ცხოვრება ვერ აწყო, იმიტომ რომ ჩაუწყვილდა დედას და აი ესეთ შემთხვევაში ხშირად აი ესეთი წყვილები, როცა არიან დედა და შვილი, ხო? მამა არ არის ხოლმე, არ ფიგურირებს, ან ასულია, ან გაშორებულებიან, ან გარდაცვლილია, აი რაღაცა ესეთი ხდება და აი მარტოა დედა და ამ თავის შვილს ვერ უშვებს, აი ეს შინაგანი ეგოისტობა, ერთგვარი ასევე დაცვა არის შვილის, რომ აი დავიცვა შვილი, რაღაცა ცუდი არ გადაეყაროს და ნუ 1000-ნაირი შინაგანი мотиваცია, მაგრამ ფაქტი რა არის, რომ აი არ ანთავისუფლებს ამ თავის შვილს, შვილი ხდება დედაზე მიჯაჭვული, ერთის მხრივ უნდა რომ დედისგან თავი გაინთავისუფლოს, წავიდეს, მეორეს მხრივ დედასთან იმ დონეზე მიჯაჭვულობა აქვს, ისეთი დონის, ანუ წყვილი აქვს შექმნილი, ვერ ტოვებს უბრალოდ ეს დანაშაულის განცდა კლავს, ხო? და აი ამ შემთხვევაში ამ ადამიანის უფრო ქალბატონებს ემართებათ ესე მომავალი ფაქტიურად ჩაკეტილია ხოლმე, იმიტომ რომ დაუწყვილდა დედას, ხო? რეალურად შვილი რა არის, ხო? რომ აი ზრდიმას უნდა გაზარდო, აღზარდო რაღაც ასაკამდე და გაუშვათ, მე უნდა მისცე თავისუფლება, დამთავრდა, ის უნდა ცხოვრებაში გავიდეს, ხო? თავისი ცხოვრება უნდა ნახოს, თავისი გზა უნდა ნახოს, უნდა გაანთავისუფლო. აი ეს როდესაც არ ხდება და ზოგიერთი შვილი, ნუ დედა არ უშვებს, მაგრამ ისეთი შინაგანი, თქვათ, სტრუქტურის მქონია, რომ მე ამბოხია გარბის მაინც, მაგრამ ზოგიერთი შვილი არ არის მე ამბოხე და აი დამორჩილდება დედას, აი ამ თბილ ყოფას, აი ამ რაღაც მუცლად ყოფნას, ხო, რომ აი დედასთან დაცული ხარ, დედა ყოველთვის მიგიღებს, დედა სულ სხვა არის და აი ნებდება ამ ყველაფერს, დამორჩილდება და საბოლოოდ აქ ჩაკეტილი, ვთქვათ, მომავალი და სინანული აქვს, ხო? ამიტომ აი ესეთი წყვილები ვიცით, საქართველოში ბევრია და აი ეს რო არ მოხდეს, უნდა მოხდეს აუცილებლად დედის და შვილის განცალკევება და მიჯაჭვულობა არის როგორც აი ესეთი სიყვარულის მიჯაჭვულობა, ისე ცუდი, ანუ აი დანაკლისი სიყვარულის და ამ დროს მიჯაჭვულობა რო ხდება და ეს კრიტიკა და მტრობა და უბედურება დედა შვილს შორის, ხო? აი ბევრნაირია რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიძახით, რომ ხო, დედა რეალურად იძრება საყრდენს, თუ კი მან თავისი ეს ფუნქცია შეასრულა და მოგვცა სიმყარე და თავდაჯერებულობა. ხო? და ეხლა მინდა რომ ვეღარ ვასწრებთ უბრალოდ, არ ვიცი როგორ გავაკეთო, შეიძლება გადავიტანოთ და სხვა დროს გავაკეთოთ. მინდოდა რომ ერთი სავარჯიშო გამეკეთებინა თქვენთან ერთად.
ნახეთ როგორ არის, აი ქალებზე მინდოდა დღეს საუბარი, ხო, რომ აი ქალბატონები, გოგონები და დედებთან ურთიერთობა. ნახეთ, რეალურად დედა, ქალი, ხო, გოგონა თავის იდენტობას, რომ აი მე ვარ გოგო, ქალი, რო ვარ, ხო? იძენს დედასთან აი იდენტიფიკაციის გზით, ანუ დედას ხედავს, თვითონ დედასნაირია, თვითონაც გუგოა, ისიც გუგოა, ისიც ქალია, თვითონ შენც ქალი ხარ და იდენტიფიცირდები, სქესი ესე ყალიბდება, იდენტიფიკაციის, ანუ არ არის საკმარისი, რომ შენ დაიბადე ქალის სხეულში, ხო? უნდა მოხდეს ფსიქოლოგიურად აი ეს იდენტიფიკაცია, რომ მე ვარ ქალი. რომ შენ იქცე მომავალში და იქცეოდე როგორც ქალი, ხო? და აი ეს პირველი ნიმუში, რითიც უნდა მიხვდე, რომ ვინ ქალი რა, რას ნიშნავს ქალი, ეს არის დედა, ხო? და იწყებს აი ცუდი სიტყვით, რომ აი უხეში სიტყვით, რომ თქვა მიიბაძვას იდენტიფიკაციას დედასთან გოგონა, ბიჭი მამასთან, რა თქმა უნდა, ხო? ხდება ეს იდენტიფიკაცია, როგორიც არის დედა, ხო, როგორი ქალიც არის, თავს უვლის, არ უვლის, რა ვიცი, როგორი ურთიერთობები აქვს მამასთან, როგორ უყურებს მამაკაცებს, როგორ ექცევა მათ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადმოღებული ხდება, აი ორი ვარიანტია, ხო? აი თქვენ რომ დააკვირდეთ თქვენს დედებს ამ შემთხვევაში, ან თქვენს ქალიშვილებს, ხო? ორი ვარიანტია, ან შვილი ცდილობს რომ დედისნაირი არ გახდეს და აი ყველაფერს აკეთებს, იბრძვის რომ ოღონდ დედას არ დაემსგავსოს, იმიტომ რომ არ მოსწონს დედა, ან მოსწონს და ემსგავსება დედას პირდაპირ გზით. თუ კი ცდილობს რომ არ დაემსგავსოს, ამ შემთხვევაში მაინც ემსგავსება ხოლმე და ვერ ხდება ეს რომ აი არ დაემსგავსოს აბსოლუტურად. შეიძლება რაღაცაში არ დაემსგავსოს, მაგრამ რაღაცებში მაინც ემსგავსება მას და იგივე თვისებებს ავლენს. ხოლმე, ხო? ეს ხშირია. დედების 95% ემიგრაციაში ვარდყალანი ვიყავით და ვწვალობთ. იცხოვროს მინდა ბიჭმაც იცხოვროს დამოუკიდებელ, სადაც მეტყვის მივდივარ 3 დღიან კურსაც ექსკურსიაზე ცულ ამოვნი მარტო არსა დაიკარგება წადი არის ჯგარო როცა მოიწყენ დაბრუნდის ახ ყოველთვის შენ გელოდება ამიტომ არ დედაშვილი ასე განცალკევებულად ზოგიერთებით დისტანციურად ვარ ძლიერები დედებო არ შეგეშინდეთ მიუში შვილი ნუ შეზღუდავთ შვილებს რაც ჩაკეტა უფრო გაგექცევათ ამიტომ გაუღე გული მეგობრები და გაგიგებთ მეტად მე ასე ვარ შვილთან მეგობრის შვილთან და ასე შემდეგ სიყვარული და თავისუფლება კი, რაღაც ეტაპზე თავისუფლება უნდა მიიცეთ, ნამდვილად უნდა მიიცეთ თავისუფლება. არა მარტო ის თავისუფლება, რომ გაუშვი ან არ გაუშვა, უბრალოდ არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ გადაწყვეტის თავისუფლება, უბრალოდ მოქცევის თავისუფლება, უბრალოდ ემოციის გამოხატვის თავისუფლება, რომ არა ვუკრძალოთ, რომ იცი რა არ იტირო, არ გაბრაზდე, წესი არ მოიქეცი, ესი არ ქცევის თავისუფლება, აი იცი როგორი თავისუფლება უნდა მიცეთ, რომ აი იყოს ვინც არის, ვინც დაიბადა, ის იყოს. აი არ ეცადოს დედა რომ შვილი გადააკეთოს, სხვა პიროვნება გახადოს. აი შეიძლება გქონდეს შენთვის იდეალი პიროვნება, აი როგორი ყველა ესე ვართ, ხო დედები, რომ აი გვინდა შვილი აი ესეთი იყოს, ისეთი იყოს, ნუ სად გაექცევი ამას, მაგრამ აი ეს შენი ეგო, ეს შენი სურვილი უნდა დათრგუნო, იმიტომ რომ ის დაიბადა, ის გაჩნდა, ის უკვე არის ინდივიდი და უნდა მოძებნო რა თვისებები აქვს მას და მიეხმარო ამის ასე თქვათ განვითარებაში, ხო? და არა რომ შევბოჭო, რომ ამას ნუ ავლენ, ნუ ხარ ზარმაცი, მე რომ მინდა რომ შენ აი ამაზე სწავლობდე, არ ვიცი, დიპლომატი გამოხვიდე, რატომ არ გამოდიხარ, თუ კი მუსიკოსი ხარ, არ ვარ გიხარ, ესე იგი, ხო? ან რა ვიცი, თუ კი ესეთი ხარ, არ ვარ გიხარ, აი ვიღაცა ნახე რა წყნარი და მშვიდი ბავშვია, შენ კიდევ როგორი ჯუჯღუნა და კაპრიზული ხარ, რანაირი ბავშვი ხარ, ხო? აი მოხდეს ბავშვის თავისუფლება ქცევებში. რაც საჭიროა, რა თქმა უნდა იმას ეტყვი, მიცებას მიცემ თუ არასწორად იქცევა და ასე შემდეგ, მე მგონი ამაზე ახსნა და ზედმეტი გამახვილება არც არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისუფლება ეს არის რა, რომ აი
თავისუფლად სუნთქავდეს ადამიანი რა, აი გაიზარდოს ადამიანი, რომელიც თავისუფლად სუნთქავს და ჩვენც ხო შვილები ვართ არა, რომ დედებმა გაგზარდეს და ჩვენც გვინდა რომ თავისუფლად ცხოვრობდეს, ვიყოთ ის ვინც ვართ. და აი ხა დასასრულს აუცილებლად გავაკეთებ შემდეგ ლაივს იქით კვირას, სადაც გავაკეთებთ სავარჯიშოს, ეხლა პატარა სხვა სავარჯიშოს მოგცემთ. ეხლა უბრალოდ მინდა რომ პატარა ანონსი გავაკეთო, რომელიც ამ თემას ძალიან ეხება და უკავშირდება, რაც არის ჩვენი იდენტობა, როგორც ქალების, ხო? ანუ ვინ ვართ ჩვენ, რატომ ვართ ისეთი ქალები, როგორიც ვართ, რატომ ვზრდით ჩვენ შვილებს ისეთებად, როგორიცაც ვზრდით და საერთოდ ვინ გაგზარდა ჩვენ, ხო და რატომ გაგზარდა ისეთები, როგორებიც გაგზარდა. ეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს და დიდი როლი აქვს, აი როგორი ქალი ხარ საერთოდ და როგორც ქალი ბედნიერი ხარ თუ არა. ან როგორც ქალი შენი სქესი მიღებული გაქვს თუ არა, რომ ქალი ხარ. ეს სქესი და როგორც ქალი თუ ხარ ბედნიერი რომ ქალი ხარ და იქნებ გინდა რომ მამაკაცი იყო, იქნებ კაცებს რომ კარგი ბედი აქვთ. აბა დაფიქრდით. აი ზუსტად ამ თემაზე, ჩვენს ქალურობაზე შევქმენით პროგრამა მე და ჩემმა კოლეგამ ანა ბულბულაშვილმა, რომელიც მინდა რომ პატარა ანონსი ახლა 5 წუთი გავაკეთო, ვინც ხართ, ვინც დაინტერესდებით, დამიწერეთ ერთიანები და ბოლოში პატარა სავარჯიშოს მოგცემთ, დამიწერეთ ერთიანები და მოგაწვდით ინფორმაციას. და ესე იგი, რას ეხება ეს მარათონი? ნახეთ, მარათონის ფორმა აქვს ამ ჩემს პროგრამას, ხო, რომელიც შევქმენით. ანუ რას ნიშნავს ეს? არის სულ 7 კვირა გაგრძელდება ეს მარათონი, ანუ დაიწყება 15-ში და გაგრძელდება 7 კვირის მანძილზე, ну თვე ნახევარზე მეტი გაგრძელდება. კვირაში დაიდება 3 ვიდეო. შედგება ეს მარათონი 3 ნაწილისგან. ნახეთ, პირველი ნაწილი არის სწორედ მუშაობა საკუთარ თავზე. აი დღეს რა თემებიც გქონდა, ხო? ესე იგი, მუშაობა თუ ვინ ვარ, როგორი ვარ, რა ხდება ჩემ თავს, რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს, რატომ ვარ ისეთი როგორიც ვარ და დედასთან და ბავშვობის მნიშვნელოვან ქალებთან, ვინც ჩვენ გვზდიდა, აი ამ ყველაფერთან მუშაობა და პირველ რიგში ჩახედვა საკუთარი თავის სარკეში, რა რომ დაინახო როგორი ხარ და მუშაობა ძალიან ძლიერად და ღრმად აი ამ საკითხებზე. ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი შედგება ისევე ქალურობაზე და ქალის ბნელ და ცუდ მხარეებზე, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ ქალებს, რომ შეგვიძლიათ ვიყოთ ძალიან ბოროტები და სასტიკები ზოგჯერ და შეგვიძლია რომ გავანადგუროთ მამაკაცები, ჩვენი შვილი ბიჭები, ჩვენი გოგოები და ძალიან ბევრნი და ეს ჩვენში დევს ეს ცუდი ბნელი მხარე, ასე დავარქვით ამ მეორე ნაწილს, ქალის ბნელი მხარე. და აი ეს ბნელ მხარეებზე მიდის მუშაობა, რომ ჩვენი ბნელი მხარეები და ჩვენი ცუდი მხარეები კონტროლში ავიყვანოთ და ვიცოდეთ რა არის საერთოდ და მესამე ეტაპი აქვს ამ მარათონს, უკვე ეს უფრო ყველაზე დიდი ეტაპია, რომელიც აი უკვე ტკბილი ეტაპია და ეს მესამე ეტაპი უკვე არის მუშაობა ქალური ენერგიების გაძლიერებაზე, რომ იყო უფრო თავდაჯერებული, მომხიბვლელი, ტკბილი, არ ვიცი, აი სანატრელი ქალი საკუთარი მამაკაცისთვის, ან თუ არ ყავს მამაკაცი, მით უმეტეს, ხო? და აი მიდის მუშაობა სხვადასხვა კუთხით, საერთოდ რა არის ქალურობა, ამას გაიგებთ და როგორ უნდა აი ჩვენი ქალურობა როგორ გავაძლიეროთ. წამოვიყვანოთ, იმიტომ რომ როცა მუშაობთ, როცა მიზნებს ქალები კი არა, კაცები ვხდებით, უსქესოები, ხო? ქალებს ეს ახასიათებთ, რომ აი კარგავს სქესს უცებ, არანაირი ქალურობა შენში აღარ არის, აი მამაკაცი ხარ, ან არ ვიცი, უსქესო ხარ, ხო?
ამიტომ აი სჭირდება ან მამაკაცი, რომელიც ძალიან დახვეწილი მამაკაცია, ქალურობას უბრუნებს. ხო აი შეყავს ამ ყველაფერში. ან თვითონ ეს ძალიან იშვიათი მომენტია ხოლმე. ან აი შენ თვითონ უნდა საკუთარი ძალა, იმიტომ რომ შენი ძალა არის ქალურობა, ხო? თუ კი ქალი ხარ, უნდა იპოვო და იცოდე რა არის, რა მოკლედ რასთან გვაქვს საქმე. და ნახეთ აი ეს ვიდეოები, რომლებიც და თან მუშაობა იქნება, ჩვენი ურთიერთქმედება აქტიური დავალებები გექნებათ. თითოეული ვიდეო ექნება თავისი თეორია და თავისი პრაქტიკა და ტექნიკა, ანუ პრაქტიკული სამუშაო რა. ნუ ეს არ იქნება თეორია, ეს იქნება სრულად პრაქტიკული სამუშაო. და ვისაც გაინტერესებთ, ერთიანები დამიწერეთ და შემოგვიერთდით მარათონი. ეხა საკმაოდ 40 ლარია ეს 7 კვირიანი მარათონი, დღეს და ხვალ, ხო? დამთავრდა, ანუ ფასდაკლება ესე გვიდევს. ამიტომ შემოგვიერთდით ეხლა, აი, კი 40 ლარი ღირს ეს მარათონი, რომელზეც შეგვიძლიათ შემოგვიერთეთ თვე ნახევარზე მეტი, ხო, რამდენი 7 კვირა გამოდის, პრაქტიკული მარათონია და ეხა პატარა სავარჯიშოს მოგცემთ. სავარჯიშოს რა, აი, დასაკვირვებელს საკუთარ თავზე. ნახეთ. დედებს შევეხეთ, ქალიშვილებს შევეხეთ, ქალურობას შევეხეთ, ხო? და საკითხი დგას ესე, ხო, რომ აი რა გაგვიძლიერებს ქალურობას და რა გვართმევს. უკვე ჩართული ვარო. ხო, მარიამ, მიხარია. მარიამი ჩართულია უკვე. ხო, აი, არა და ერთიანი დაწერე. ჩართული ხარ. ხო. ნახეთ. ჩვენ ვიცით, რომ აი ქალებზე არის ნათქვამი, რომ აი ბევრს ლაპარაკობს, ქალებს ლაპარაკი უყვართ, bla 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 bla. კი, უყვართ ქალებს ლაპარაკი, ბევრს ლაპარაკობენ ქალები, მაგრამ სინამდვილეში ქალებს ლაპარაკი კი უყვართ, მაგრამ ეს ჩვენი ლაპარაკი, რაც მეც ლაპარაკობ, მით მეტად შენი ეს ქალურობა იხარჯება. გაიხარჯება და გაკლდება. და ნახეთ, სავარჯიშო რა არის, ხო? რა თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ ეხლაც და შემდეგაც ცხოვრებაშიც, ხო? იცოდეთ ეს მომენტი, ინფორმაცია. რეალურად აი სიჩუმე, როცა აი შენ თავთან დარჩები, ნახე? აი წარმოიდგინე, გაჩუმდი, ზოგადად ადამიანს იმდენი ლაპარაკი უყვარს ვერ გააჩუმებ. ეხლა წარმოიდგინე, თუ შენც ესეთი ხარ, გაჩუმდი და კაცებს ტვინი აქვთ ახდილი და აი ყველაზე აი თუ გაქვთ შეხება მამაკაცებთან, ეხლა მათ მოგისმენიათ, მათი მთავარი სათუხმო თემა არის, რომ ქალი ელაპარაკება ისეთ რაღაცებს, რომ არ აინტერესებს და საერთოდ არ უნდა მოსმენ. გავჩუმდეთ ეხლა ყველა, ნახეთ თქვენ, აი ვინც ისეც ჩუმად ხართ, მაგრამ აი აქტიური მოსმენა გააჩერეთ და აი საკუთარ თავთან დარჩით ეხლა და აი ჩუმად ხარ. რეალურად როცა ნაკლებს ლაპარაკობ და აი გაჩუმდები, ხო? უფრო აძლიერებ საკუთარ, შეგიძლიათ იგრძნოთ უბრალოდ აი ახლა ეს თქვენ მოსინჯეთ საკუთარ ბუნებას. საკუთარი ბუნება რა არის? ქალურობა. აი ამ ენერგიას რეალურად საუბარი ლაპარაკი ხარჯავს. და ითქვიფებით, ენერგია იკარგება. როცა უფრო იმაზე ნაკლებს ამბობ, ვიდრე გინდა. როცა გაჩუმდები, დადუმდები, უფრო მეტად შეგიძლია იგრძნო ენერგია, როგორ მოძრაობს სხეულში. განსაკუთრებით, როცა მამაკაცთან იმყოფები. შეიძლება გინდა რომ იქაქანო ილაპარაკო, იწუწუნო, მაგრამ არა, აი გაჩუმდი, უბრალოდ გაჩუმდი, ნახე? და იგრძენი, აი გაჩუმდი, მაგრამ ეს სიჩუმე მეტყველი სიჩუმეა. მე არ ლაპარაკობ იმაზე, რომ არაფერს ლაპარაკებ და ჩემთვის ვზივარ. არა, ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი, მაგრამ გაჩუმებული ხარ. ანუ
შენ გაქვს მეტყველი სიჩუმე. აი დაიჭირეთ ეს. სავარჯიშო, რომელსაც უბრალოდ დაიჭიროთ, იგრძნოთ, გესმით? აი სიტყვები გადმოცემაც კი ჭირს. ანუ დაიჭირეთ მეტყველი სიჩუმე თქვენში და იგრძნობთ აი ამ სექსუალურ ენერგიას, ქალურ ენერგიას, რაც შეიძლება თქვენში იყოს. და უყურეთ, თქვენი სიტყვები თვალებით დაიწყებს ლაპარაკს. თვალები გახდება მეტად მეტყველი. შენი სხეულის ენა დამიწერეს, ნახე, სხეული მეტად მეტყველი გახდება. შენი გამოხედვა და აი მიზიდულობა და მამაკაცის ინტერესი გახდება მეტი, იმიტომ რომ ეს ენერგია ამოძრავდება. აი ეს დატესტეთ ხოლმე, დატესტეთ თქვენთვის, ამუშავეთ, როცა ეს დაგჭირდებათ და ნახეთ როგორ მუშაობს. ეს არის ერთი პატარა სამუშაო, უბრალოდ მიდოთ რომ აი გეგრძნოთ რა, რომ აი რას ნიშნავს ქალურობაზე მუშაობა, პატარა სამუშაოთი, ასეთი ამ პროგრამაში გვექნება საკმაოდ ბევრი. თქვენ იმუშავებთ თქვენს აი ხრიკებზე, იმ საიდუმლოებებზე, რა მხოლოდ ქალებისთვის არის, ეს კაცებმა არ უნდა იცოდნენ, კაცებს თავისი აქვთ, ხო? აი ამ ყველაფერზე რაც ძალიან ფაქიზია, რაც ძალიან ისეთია, რაც რეალურად რომ გააკეთებთ ამას თქვენ თავზე გამოცდით. იგზნოთ და მიხვდებით თან რომ ვაუ ეს ჩემია კი ეს არის. ხო, აი ესეთი ტექნიკებია, რომელზეც კარგად იმუშავებთ თქვენ ქალურობაზე და ხო რა, მოკლედ, თუ კი გინდათ ეს ყველაფერი, დადეთო ბანკის ანგარიშიო, დოდონა მომწერეთ შეტყობინებაში და იქ გამოგიგზავნით, ხო, რომ ესე არ დავდოთ. ვინც დაინტერესდებით, მომწერეთ, შემოუერთდით და სხეულის ენა ხო ახსენეთ, სხეულზე სამუშაო გვექნება ფანტასტიურად ბევრი, იმიტომ რომ ეს სხეული მთავარი რამ არის ქალისთვის და ხო, ამიტომ შემოგვიერთდით. მოდი მე ხა დავასრულებ ჩვენ ლაივს, გააზიარეთ ვიდეო, თუ კი მოგეწონათ, თუ კი გინდათ რომ კიდევ გავაკეთოთ, ჩემი мотиваციაც იყოს. დიდი მადლობა რომ მესწრებოდით, ჩემთან იყავით, მისმედით, თქვენი 1 საათი დამახარჯეთ და გადამეხადოს. ეხა შემოგთავაზეთ რა, აი ეს ჩემი რაღაცა შემოთავაზება არის მარათონი, ძალიან მე თვითონ ძალიან მომწონს ეს მარათონი, ჩემს ძალიან კარგ მეგობართან ერთად გავაკეთე, რომელსაც შეიძლება იცნობდეთ და ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანია ისიც და მოკლედ დიდი მადლობა, წარმატებული საღამო. აბა, ნახო